უპრეცედენტო რაოდენობის მაყურებელი 9 გოლი და მათ შორის ერთი უსწრაფესი სუპერთასების ისტორიაში. საქართველოს დედაქალაქში პირველად ჩატარებული UEFA სუპერთასი ევროპული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე რეკორდით შევიდა. ბარსელონამ სევილია დამატებით დროში 5-4 დაამარცხა. მასპინძელი ქალაქი კი უკვე 2 დღეა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ოთარ გიორგაძის სიუჟეტი ნახეთ. თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ყველა წამყვანი სპორტული გამოცემის მთავარი თემა საქართველოში გამართული UEFA სუპერთასის მატჩი იყო, რომელიც საფეხბურთო ისტორიაში რამდენიმე რეკორდით შევიდა. მათ შორის მაყურებელთა დასწრების, გატანილი გოლების რაოდენობით და მესის პირადი რეკორდით. არგენტინელი ფეხბურთელი თბილისური დუბლით კრისტიანო რონალდოს შედეგით გაუთანაბრდა. ორივე ვარსკვლავს UEFA-ს ტურნირებზე 80 გოლი აქვთ გატანილი. დინამო არენამ კი ევროპის ორ საუკეთესო კლუბს პირველად უმასპინძლა და UEFA-ს ფინალური მატჩების ნუსხაში გამორჩეული ადგილი დაიკავა. თამაშს 51,000-ზე მეტი ხომაგი დაესწრო. ანგარიში კი მესამე წუთზე ბანადას გოლით გაიხსნა. პლანეტის საუკეთესო 10-ანმა კი სევილიურ კლუბს 2 ზუსტი საჯარიმო დარტყმით ზუსტად 9 წუთიან ინტერვალში უპასუხა. მე-16 წუთზე ბარსელონა 2-1 დაწინაურდა. ტაიმის ძირითადი ნაწილი კატალონიელების უპირატესობით წარიმართა და რაფინიას გოლით პირველი 45 წუთი ბარსელონამ 3-1 მოიგო. ლუის სუარესმა საკუთარი შანსი 52 წუთზე გამოიყენა და 4-1. მომდევნო 23 წუთი საფეხბურთო კლასიკის ეპიზოდი იყო, რაც თანამედროვე ფეხბურთში იშვიათად ხდება. ბარსელონას კარში სევილიამ დროის ამ მონაკოჩი 3 გოლი გაიტანა და ლუის ენრიკეს გუნდთან წონასწორობა აღადგინა 4-4. ამ შედეგმა სტადიონზე მისულ თითოეულ გულშემატკივარს საფეხბურთო ზეიმი კიდევ 30 წუთს გაუგრძელა. 100 წუთიანი საფეხბურთო დაპირისპირება დინამო არენაზე საბოლოოდ ბარსელონას ტრიუმფით დასრულდა. პედრო როდრიგესის მეხუთე გოლით კატალონიელებმა ბოლო საფეხბურთო სეზონში მეოთხე ტიტული მოიგეს. ბარსელონამ თასი ამჯერად თბილისიდან წაიღო. გამარჯვებულს კუთვნილი ჯილდო ტრადიციულად UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გადასცა. ზეიმის მონაწილე გახდა თითოეული ის ხომაგი, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა და ამ რანგის თამაშის ნახვის შესაძლებლობა პირველად მიეცა. სტადიონზე მისულ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა ბარსას ფანი იყო. შეხვედრის მთავარი გმირი კი ლიონელ მესი გახდა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მესიმ საჩუქარი მედიის წარმომადგენლებსაც გაუკეთა და მათ შეკითხვებს საპრეს კონფერენციო დარბაზში უპასუხა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სახლში ვთამაშობდით და კმაყოფილები ვართ შედეგით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, მთავარია გამარჯვება. განსხვავება არ არის სათამაშოდ, ნაკრებსა თუ კლუბში. დღევანდელი თამაშით კმაყოფილები ვართ, რაც შეეხება ზოგადად თამაშს. თავიდან ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ მატჩში შემოვატრიალეთ. მეორე ტაიმში მოვდუნდით და დავისაჯეთ კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა. სტადიონზე არაჩვეულებრივი განწყობა იყო, რაც შედეგზეც აისახა. სევილიას კომპლიმენტები ეკუთვნის წელს ვეცდებით, რომ შარშანდელის შედეგი გავიმეოროთ. ლუის ენრიკემ კარიერაში სუპერთასი პირველად მოიგო. საკუთარი გუნდის თამაშის შეფასებასთან ერთად სევილიას ფეხბურთელები შეაქო და მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა. ამ შეხვედრამ ყველა საჩვენა თუ რამდენად ძნელია ასეთი დონის თამაშების მოგება და რამდენად სწრაფად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. თავიდან ვაგებდით, შემდეგ შემოვაბრუნეთ სიტუაცია. მათ კარგად ითამაშეს, თამაში შემოატრიალეს. მესის დამსახურებით თავიდან შევძელით თამაშის შემოტრიალება ჩვენს. სევილიას დიდებული გუნდი ყავს და შეუძლია ბევრს მიაღწიოს. როდესაც ანგარიში 1-4 გახდა, ბევრს უკვე აღარ ველოდებოდით. გვინდოდა რაც შეიძლება მეტისთვის მიგვეღწია დარჩენილ დროში. ამის შემდგომ 1 გოლი გავიტანეთ, შემდეგ კიდევ 1 და თავდაჯერება მოგვემატა. კარგი იქნებოდა თამაში პენალტების სერიაში გადასულიყო. ბარსელონა არის მსოფლიოში უძლიერესი გუნდი და კარგია, რომ ასეთი დონის გუნდს თანაბრად ეთამაშები. 100 მეტი ტელეარხის ეთერით მსოფლიომ წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში თბილისიდან იხილა. საფეხბურთო ზეიმს კი წინ გახსნის საზეიმო ცერემონია უძღოდა, სადაც ანსამბლი ერისიონი მაყურებლის წინაშე ბავშვებთან ერთად წარსდგა. სცენარის მთავარი გმირები კი ის მოზარდები იყვნენ, რომლებიც ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნებიდან ფედერაციისა და UEFA-ს ინიციატივით ჩამოვიდნენ. თამაშმა მოლოდინი გაამართლა და ამას სტადიონიდან წასული თითოეული ხომაგი აღნიშნავდა. ეს იყო არაჩვეულებრივი მატჩი. სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო შექმნილი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მაგარი იყო, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ.
9 გოლი გავიდა თამაში და მოხარული ვარ ასეთი ლეგენდარული ფეხბურთელები რო ვიხილ. საფეხბურთო ტრიუმფ სტადიონზე UEFA-ს მაღალ ჩინოსნებთან ერთად სხვადასხვა რანგის საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრა შედგა UEFA-ს შეფასებას კი ქართული მხარე უახლოეს დღეებში მიიღებს.